ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციების მე-12 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის მთავარი თემაა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გავლენა საარჩევნო პროცესზე. კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იბრძოლებენ, როგორიცაა საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება, მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და მიღებული გამოცდილება, არჩევნების მოდერნიზება და ელექტრონული სერვისების დანერგვა, დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და მისი პოტენციური გავლენა არჩევნების შედეგებზე, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა. მან კონფერენციის მონაწილეებს აღნიშნულ თემაზე პრეზენტაცია წარუდგინა. კონფერენციის მეორე დღე დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ თემებს დაეთმობა. კონფერენცია 5-6 ივნისს იმართება და მასში 22 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. განსახილველ თემებს წარმოადგენენ დეზინფორმაციასთან გამკლავება და საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელიც დღეს ყველასთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მასშტაბურობიდან და საკითხებთან დაკავშირებით გამოხატული ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხები არა მხოლოდ ქართული საარჩევნო ადმინისტრაციის, არამედ მსოფლიოს საერთო გამოწვევას წარმოადგენს. ხდება ქართული კარგი გამოცდილების გაზიარება მათთვის და მათი საკითხების მოსმენაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კომისიების დონეზე სხვადასხვა ურთიერთობები იყოს კვლავ მაღალ დონეზე გამართული, როგორც წარსულში ეს კარგი გამოცდილება არსებობდა. ამავდროულად ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ ფართო საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, რომ გამართულად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა მოქალაქეს საქართველოში აქვს შესაძლებლობა, რომ თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი აზრი, თავისი არჩევანი. ძალიან კარგია, რომ ეს კონფერენცია ეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის დეზინფორმაცია და სიძულვილის ენა. ეს არის ის გამოწვევები, რომელსაც უმკლავდება საქართველოს, ცდილობს რომ გაუმკლავდნენ სხვა ქვეყნებიც, მაგრამ პრობლემები რჩება პრობლემებად და რა თქმა უნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის როლი, ისე როგორც სახალხო დამცველის როლი, ისე როგორც ყველა სხვა ინსტიტუციის როლი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განუზომლად დიდია იმისთვის, რომ ამ პრობლემის დაძლევა მოხდეს. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, რაც უკავშირდება საარჩევნო პროცესებს, ელექტრონულ და სანდო არჩევნებს. ეს რა თქმა უნდა გახლავთ საქართველოსთვის პრიორიტეტი და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს აქვს განსაკუთრებული როლი.